აი რა კომენტარს გაკეთებთ 4-2-ის თემაზე რუსია ფასობს. მე მეჩვენება რომ ხელისუფლებას არ ქონდა ადეკვატური რეაქცია, იმიტომ რომ არ შეიძლება ვისაც მოესურვება გადმოვიდეს შენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე და ცეცხლი გახსნას. ნადია სავჩენკოს განთავისუფლებამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ საერთაშორისო ზეწოლას და საერთაშორისო ფრონტის გახსნას მტრის წინააღმდეგ ყოველთვის აქვს შედეგი. ამ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ. მე მიმაჩნია რომ ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ განცხადებებით შემოიფარგლა და ჩვენ გქონდა იმის შანსი, რომ უფრო დიდი საერთაშორისო რეზონანსი ამას მოჰყოლოდა. სიმართლე გითხრათ, დღეს როცა აქ მოვდიოდი, მეგონა რომ მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი საქართველო მაინც აქ იქნებოდა. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, თუმცა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტრაგედია რაც მოხდა, შეეხო თითოეული ქართველის ნერვს. მადლობა. კორცხელის თემაზე რა კომენტარს გააკეთებდი? რუსია ფასობს კორცხელის თემაზე მეღიმება თქო წეგან დავწერე Facebook-ზე ნაციონალები ამბობენ რომ ოცნებაო შენი საქმე ძალიან ცუდად არის, იმიტომ რომ 9-დან 2 ოლქი მოგიგეო. ოცნება ამბობს რომ ნაციონალებო ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე, იმიტომ რომ 9-დან 7 ოლქიო მოგიგეო. ხო და აი ამასობაში ჩვენ რა უნდა ვქნათ თქო რა. რეალურად ის ყველაფერი რაც იქ ნახეთ, ჩემთვის იყო ყველაფერი ძველი. ოღონდ კიდევ უფრო გაუარესებული ფორმით, იმიტომ რომ მაგალითად სააკაშვილის დროს ვიცოდით, რომ სპორტსმენები სპეცნაზებში ყავდათ გაწევრიანებულები, ოღონდ ისინი მასკებით გამოყავდათ ხოლმე ასეთი ომი როცა ჩაღდებოდა. ეხლა უკვე მასკებიც აღარაა საჭირო. კარგად აითვისა, როგორც ჩანს ამ ხელისუფლებამაც ის, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ცემატყებით, ქვებით, კასტეტებით და დუბინკებით არჩევნების წინ ფრონტის გასვლა ოპონენტებისთვის, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ რა უნდა ვქნათ ალასანიას არ მინდა მოუჭრეს ჩამოჭერი მას.